ჩვენ კი უნდა გადავინაცვლოთ სრულიად განსხვავებულ თემაზე და მაინც რაღაცა სწრაფად გავიდა ის დრო, თუმცა ალბათ იდეის ავტორებისთვის და ორგანიზატორებისთვის არა, როდესაც ისინი მათ დაიწყეს თანხების მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისთვის და ეს გახლავთ აუტიზმის ეროვნული ცენტრი, რომელიც რეგიონში იქნება პრაქტიკულად უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური და ასევე მნიშვნელოვანია, რომ უამრავი ადამიანის მონაწილეობით და ჩართულობით. მე მინდა სტუდიაში დავაპატიჟო კამპანია „მე აქ ვარ“ ფუძემდებელი თათია მელაშვილი. გამარჯობა თათია. მოგესალმებით. ჩვენც აქ ვართ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და მოგვიყევეს თქვენი კარგი სიახლე. ძალიან კარგი სიახლე, ძალიან ბევრი მშობელი ელოდებოდა ამას. ძალიან ბევრი. დიდი მადლობა რუსთაველს, რომელიც ჩვენ ესეთი მუდმივი თამდები მხარდამჭერი ორგანიზაცია და კომპანია პირველივე დღეებიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე ზრუნვა. დღეს ჩვენმა ფონდმა, აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ ვიწყებთ მშენებლობას ამ თვეში და პირველი ნაგებობის მშენებლობას იწყებს რაგბის ეროვნული ნაკრები და ფედერაცია და ორმაგაც სასიამოვნოა, რომ ქვეყნისთვის ესეთ საამაყო სპორტულ გამარჯვებებთან ერთად ამ ადამიანებს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ სოციალური და ის კომპანიები, რომლებიც მათ ეხმარებიან ამ პროექტის განხორციელებაში, მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა უთხრა. იმიტომ რომ ცენტრი ეროვნული მასშტაბის პროექტი, ასეც ქვია აუტიზმის ეროვნული ცენტრი და არა მხოლოდ ეროვნული მასშტაბის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ ცენტრს რეგიონში ანალოგი არ აქვს თავისი დატვირთვით და ფუნქციით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის, კერძო სექტორის, თითოეული რიგითი ადამიანის ერთობლივი ჩართულობა და ეს არის გარანტია იმისა, რომ ეს ცენტრი მაშინ ნამდვილად აშენდება და ამდენად ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო პრემიერ-მინისტრის და ქალაქის მერის მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში და მათ აღვეთქვეს ჩვენ დახმარება მიწა, რომელზეც შენდება ეს ცენტრი, ჩვენ ქალაქის მერიამ გადმოვხდა. უკვე შენდება? აი ამ თვეში დაიწყება უკვე მშენებლობის პროცესი. კარგი, იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად დაიწყება და მალე დამთავრდება, იმიტომ მოდით მის ფუნქციებზეც მოგვიყევით. ფუნქციურად ეს არის დიდი კომპლექსი, მრავალფუნქციური კომპლექსი არის. ის მოიცავს ერთი კომპონენტი გახლავთ აკადემიურ უნარებზე მუშაობა. მოგეხსენებათ, ბევრი მათგანს აქვს ძალიან განსხვავებული, მაგრამ განსაკუთრებული უნარები. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკას და მათემატიკას. ზოგს აქვს კულინარიის ნიჭი, მხატვრობის, მუსიკის და შემდეგ. მნიშვნელოვანია ამ ნიჭის პოვნა და განვითარება და შეიძლება ჩვეულებრივი გენიოსის შექმნით ხელში. ამიტომ ამ მიმართულებით იქნება მუშაობა მაღალფუნქციური აუტიზმის მქონე ადამიანებს, რომლებიც ძალიან განვითარებული არიან ინტელექტით, შეიძლება მათ შეეძლოთ თავისუფლად უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული მომზადება. სპეციფიური მიდგომა, როგორ უნდა გაიაროს ეს გამოცდილების პროცესი, ამაზე იქნება მუშაობა. ერთი კითხვა მაქვს, ასაკობრივი როგორი 7 წლიდან ზემოთ. 7? მანამდე ფონდი ჩვენი ფონდი ვინც დააფუძნა ქალბატონი სოფოკერიცეძე არის ქალბატონი, ვინც დააარსა საქართველოში პირველი ბავშვთა აუტიზმის ცენტრი 2010 წელს. ეს ცენტრი მუშაობს, ეს არის ტიპური კლასიკური ამერიკული მოდელის ცენტრი და მე უკვე გაჩნდა ჩვენი მოდელის სხვა centrები, თბილისში ამჟამად 7 ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა იმხელა არის სამწუხაროდ ნაკადი, რომ მაინც ვერ აუდის ეს ცენტრები. რეგიონის ბავშვებს ის ცენტრები ემსახურებიან და ამიტომ არის ზემოთ უკვე მაგალითად კოტეჯები, რომელიც სამ კომპლექსში იქნება. ეს არის 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯები, იმიტომ რომ ზოგჯერ ზოგიერთ მათგანს აქ რაღაც კრიზისული პერიოდი და ოჯახმა არც ის როგორ მართოს ეს პროცესი. მოგეთ რომ გაწყვეტინეთ, მაგრამ რაც მას შემდეგ რაც გავიგებ ასაკის 16 წლიდან ზევით მომსახურება მივხვდი, კიდევ უფრო მივხვდი მნიშვნელობას ამ ცენტრის, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ არიან ჩემი მეგობრები, ახლობლები, ვისაც ასეთი განსაკუთრებული შვილიკოები ყავთ და სხვათა შორის აი ესეთ შინაურ საუბრებში სულ არის ლაპარაკი, იცით, ვიდრე ბავშვი პატარა, ესეთი არსებობს ცენტრი, მე რაღაცა უფრო რაღაცნაირად მარტივია, რაღაცა მართვა ყოველდღიური ცხოვრების იქნება თუ მათი განათლებების და საჭიროების. ყველას ერთი და იგივე პრობლემა ედგა. რა იქნება ჩვენ შემდეგ? ხო. ჩემი შვილი 15 წლისა და ჩვენი მთავარი კითხვა მშობლების რას არის, რა იქნება ჩემ შემდეგ? ეს ცენტრი არის ამის პასუხი. ამ კოტეჯების ინსტალენ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ დღეს, როცა ჩვენ მშობლები არ ვიქნებით, მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად ცხოვრება. ამ კომპლექსში იქნება სოციალური საწარმოები. მათ შორის მაგალითად სასათბურე მეურნეობა, იმიტომ რომ ნიადაგთან მუშაობა მათთვის კიდევ ცალკე თერაპიის ნაწილია. გამოვშობთ ბიოპროდუქტს, ეს გაიყიდება მათი სახელით. ეს თანხებურად უნდა მოხმარდება ისევ ცენტრის ფუნქციონირებას.
სამაგიეროდ მათ ექნებათ პროფესია, რომელთაც შეეძლებათ სხვაგან იმუშაონ და თუ ვინმე ამას ვერ შეძლებს 30-40 წლის ასაკშიც მას არ ექნება უფუნქციო გამოკეტილი ცხოვრება იმუშავებს ცენტრის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებაზე, მაგრამ ეს არ იქნება ჩაკეტილი ინსტიტუცია. ეს არის ინკლუზიური გარემო, იმიტომ რომ იქ გათვალისწინებული სპორტული კომპლექსი, ღია კინოდარბაზი, სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებელი სივრცეები, ეს იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ძალიან მეგობრული გახსნილი. ასეთი მოდელი ალბათ არსებობს და საიდანღაც რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებში არსებობს რაღაც გარკვეული კომპონენტები, სხვა ქვეყანაში სხვა კომპონენტები, ჩვენ უბრალოდ ეს გავერთიანეთ და მედისონის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პროფესორი გვეხმარება ამ პროგრამის, ასე ვთქვათ, გაწერაში, სასწავლო პროგრამის, მაგრამ თავარი გვაქვს წინშენებლობის ეტაპი. შეგრძნებასთან სპეციალისტები, ალბათ ესეც არ იქნება, ხო? იმიტომ რომ გარკვეული ჩვენი ცენტრი, იმიტომ რომ ჩვენი პირველი ცენტრი არის უკვე ილიაუნის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტის შემადგენელი ნაწილი და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს მოდულატურით ABA თერაპია და ისინი პრაქტიკას, მაგისტრატურას გადიან ჩვენ ცენტრში. თავისთავად ახდენთ ამ კადრების გაზრდას. სოფოკერესებზე გახლავთ ამ აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი. ამავდროულად, როცა უკვე დადგება ის ეტაპი, რომ აშენდება ეს ცენტრი და უნდა დაიწყოს სპეციალისტები იქნებიან, ამ პერიოდისთვის მომზადებული. როდის უნდა დადგეს ან ეს დრო, როცა ეს სახლი გაიხსნება და გააბედნიერებს? დიდი იმედი გვაქვს, რომ ლარეთ მერიამ მაშინ როცა ჩვენ ეს მიწა გამოგხსნა, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ 8 წელიწადში აშენოთ, მაგრამ 10 წელი ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს უფრო წელიწადში აშენებენ? მაქსიმალური დრო მოგცა შესაძლებლობა, იმიტომ რომ თანხები ძალიან დიდია მოსაზრდილი და პრემიერმა დღეს აღვიქვა, რომ ის აუცილებლად აგვეხმარება ამ თანხების მოძიებაში და მოზიდვაში, მათ შორის კერძო სექტორთანაც გაგვიწევს შრომშემდგომლობას. არა, ამას ვერ დაველოდებით, იმიტომ რომ ჩვენი შვილები გაიზარდნენ უკვე. ამიტომ პირველ კოტეჯში ახლა იწყებს რაგბის ფედერაცია, მეორე კოტეჯს პარალელურ რეჟიმში თითქმის დაიწყებს ჩვენი მეგობარი კომპანია და ასე შემდეგ რამდენი უკვე გამოთქვა. ამას ამბობ პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ გამოჩნდება კიდევ ისეთი კომპანიები, რომელსაც აქვს ეს სოციალური პასუხისმგებლობა და ეს კოტეჯები სოკოებივით აშენდება ძალიან მალე. იცით რა მაინტერესებს? საერთოდ როგორი არის სახელმწიფოს თანამონაწილეობა მაგალითად დაფინანსების საკითხში, რომ ბენეფიციარებმა მიიღონ ეს მომსახურება და მიიღონ მაღალი ხარისხით. გენებავთ ხის ცენტრებში დღესაც მოქმედებს და შემდეგ ამ ცენტრში. ხის ცენტრებზე მე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, ესე დეტალურად შეხედული არ ვარ. რაც შეეხება აუტიზმის თერაპიას, 2000 წლამდე როგორც მოგეხსენებათ, არაფერი არ არსებობდა ქვეყანაში და როდესაც დაარსეთ ეს პირველი ცენტრი, უკვე მე გაჩნდა სხვა ცენტრები და როდესაც უკვე დათვლადი გახდა ბენეფიციარების რაოდენობა, ბიუჯეტი და ასე შემდეგ 2015 წელს თბილისის მერიამ დაიწყო საპილოტო პროგრამა. მაშინ მხოლოდ 230 ბავშვზე იყო, იმიტომ რომ მეტი არც დადიოდა არავინ ცენტრში, ვაუჩერული დაფინანსება, თვეში 400 ლარის ოდენობით თითო ბავშვზე. და შემდგომ უკვე ბავშვების მატებასთან და ცენტრების რაოდენობის მატებასთან გაიზარდა რაოდენობა და რამდენადაც ვიცი 4 მილიონი ლარის ბიუჯეტით ჯამში ფინანსდებიან ეს ბავშვები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური რაოდენობის საათები, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი სულ არ არაობას, ასე ვთქვათ. ერთი კითხვა მაქვს. აი, რაიონიდან და სხვა ქალაქებიდან ბავშვები, რამდენად შესძლებენ აქ რაიონებში, რეგიონებში, რამდენიმე რეგიონში ვიცი რომ გაიხსნა ცენტრები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ამ მომენტისთვის მუნიციპალური სტრუქტურები ახორციელებენ ამ დაფინანსების პროგრამებს. რა თქმა უნდა, თბილისის ეკითხებოდათ რომ მგონი რაც უნდა გაიხსნას. შეძლებენ თავისუფლად, თავარი ოჯახებს რამდენად შეეძლებათ თბილისში გადმოსვლა საცხოვრებლად ეს სხვა საქმე. დატოვება და არა, ეს არ არის რაღაცა პენსიონის ტიპი. ის კოტეჯები მხოლოდ 1-2 კვირით შეიძლება დაჭირდეს ოჯახს, როცა ეს კრიზისული პერიოდია, რათა 24 საათიანი მეთვალყურების ქვეშ თერაპევტის ჩართულობით ეს კრიზისული პერიოდი გადაილახოს. მე ოჯახი ბრუნდება. ჩვენ ყველას გვახსოვს სტიკერი გვახსოვს და შეგვიძენია სტიკერები. და ახლა ვიცით ხო და მე აქ ვარ და ახლა რის შესაძენად მოვემზადოთ, ეგეც გითხარით? მე არ ვიცი რამდენი შეიძლება კომპანიის ხსენება, მაგრამ ერთადერთია ფაქტურად მე შოკოლადებს აწარმოებს საქართველოში და ამ კომპანიამ ჩვენ გვაჩუქა შოკოლადები, ჩვენი ბრენდირებული, მე აქ ვარ სტიკერით, უახლოეს დღეებში ის გაიყიდება დიდ სავაჭრო ქსელებში.
და ეს თანხები მოხმარდება. ეს თანხები მოხმარდება კვლავ ამ ცენმშენებლობის პროცესს. ასევე 4-ში ჩვენი ფონდის ორგანიზებით მომაში იქნება გამოფენა, სადაც ჩვენი ბავშვების ნახატებიც იქნება და ასე ცნობილი მხატვრებისაც და იქ შემოსული შემოწირულობებიც აუცილებლად მოხმარდება ამ ცენტრის მშენებლობას. მოკლედ ამ კანფეტებს რომ დაინახავთ, მე აქ ვარ წარწერილი. შეიძლება 1 ლარი. სიმბოლურ 1 ლარად შეიძინოთ. დიდი მადლობა. ჩვენ გვინდა წარმატებები გისურვოთ და თუ კი დაგჭირდებათ ჩვენი ტრიბუნა იმისთვის რომ მოიზიდოთ კიდევ მნიშვნელოვანი და საჭირო ინვესტიციები ჩვენ აქვთ.